ნება პატარა ქალაქში ხან დღისით ხან ღამით ხან მზეში და ხან კარში მალე მალე ხომ იცი რომ მიდის და აღარ იცის დრო ახელ თვალებს სინანულს დრო მე გვია ხდები რომ ის იყო ვინც გიყვარს ის იყო ვინც გახსოვს ის იყო ნინიკო მითხრა დაელოდო თორე ისინამ დუათ ვერ შემოვიდოდი. არა, მინდა და მოსულიყავი და ხალი კარგი ამბავი შენთვის პირადად მეთქვა. ნუ მე რეკეთის დაურეკე, იმიტომ რომ ისე ღელავდა შენზე. კაი. ატობა კეთი. დღეში 1000 უკაც ხდებოდა ისე. მოკლედ. არ ვიცი ამ კონსტანტინეში რამე ადამიანურობამ გაიგვიზა, რამე ცუდი სიზმარი ნახა. არ ვიცი ადვოკატმა ურჩია. მაგრამ პრაქტიკულად დღეს დილით ოფისის კარი გაიგო და მოგვადგა. უი რა მერე? ისე აი ბოლომდე რაღაც კარგად მაინც ვერ გავიგე. რაც ამბობდა ცხოვრებაში რთული პერიოდი მაქვს რაღაცების მძიმე დუღებულობა, ნუ მოკლედ რაღაცები ვერც ვერ გავიგე, მაგრამ თავარი ის არის რომ ანა არაფერ შუაში არის. მართლა? და რაც თავარია, ვეღარც გიჩივლებს, ვეღარც შეგაწუხებს და ვერ ჩემი საქმის კეთებაში ხელს ვეღარ შეგიშლებს. მე რა ბედნიერება არ მჯერა. დაიჯერე და ჩვეულებრივ რეჟიმს დაუბრუნდი გეყოფ ამდენი დასვენება. ძალიან მიხარია ყველაფერი ანას ასარგებლოდ რო გადაწყდა. მე ანუ ხვალიდან შემიძლია უკვე რომ დავუბრუნდე სამუშაო ადგილს. ბატონო გიკა, უნდა ჩაგიხუტოთ. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა. არ ვიცი, ალბათ ყველაზე მეტად ის მიხარია, რომ ბოლომდე გჯეროდათ ჩემი. იცი მე სულ შენს გვერდით ვარ. იცი რამოდენიმე სართულით მაღლა მაინც შენს გვერდით. მადლობა კიდევ ერთხელ რა. არ ვიცი. ამას ხويا რომ ნიფტი გვაქვს. აღარ შემიძლია ნახევარი დღე მუშაობს, ნახევარი დღე გაფუჭებულია. ესე იგი თან დადარაჯებული ვითა გამორიცხულია მე სახიდან გავიდე საყიდლებზე რომ ეს გაფუჭებული არ დავხდეს. აი ესეც. იმას რო გითხო ესეთი თავჯდომარე არც ერთ კორპუსს არ ყავს. პრინციპში ეს ხელოსანი დადის, თითქოს რაღაცას აკეთებს, მაგრამ არა გენაცვალე, დაძველდა უკვე ძველი ამას გამოცვლის გარდა არაფერი აღარ უშველის. სხვათა შორის ეგ ბედიელის ჩემს არეცხ მანქანასაც. ხო, მითხრა მალხაზმა. ძალიან გაჭირვებული მდგომარეობა. მე ძალიან საყვარელია, ისე წუხდა, რომ ვერაფერი ვერ გავგო. ისე კი გამოვარდა კარგი სარეცხის მანქანის მწოდნესავი. აი მე მანქანას აღარ დავეძებდი, კიდე კაი წყალი გადაკეტა, თორე ჩავრეცხავდი იმ ქვედა მეზობლად. რას ლაპარაკობ, გადარჩენილი ხე რომ არ გაგასახლა. ლიკა იცი რა, მე არ ვიცი, არასდროს არ მქონია ნომერი და ერთი ლამარას ვკითხავ, მაგას ეცოდინება ვინმე ხელოსნის ნომერი. არა, ხელოსანი მყავდა. აბა? აბა დოლურა აქ ჩაშლილიო. უი, და რა ეშველება? არაფერი რა ეშველება, ალბათ უნდა გამოვცვალო, აბა რა ვქნა? ხო და ნუ ხა თუ გარანტიას მოგცევენ, გამოცვალე. იცი რა, გარანტიას იმაში გაძლევ, რასაც გამოვცვლიო, მაგრამ მანქანაა თვითონ ისეთი ძველი, რომ როდის რა გაუფუჭდება, ღმერთს მაუწყოს. უი, თან 500 ლარი ჯდება, ცოტა ხო არ არის რა? არა 500 ლარი, და ახალი რა ღირს. ასზე არა ვარ, იცი რომ დავიარო ერთი მაღაზიები. ვიც ერთი მე საბას ვკითხავ. საბა? ახალი ბიჭია ჩვენი მეზობელი, ნახირავებში ცხოვრობს და მუშაობს იმაში, ესე ტექნიკის მაღაზიაში. მოიცადე,
მეგატექნიკაში. საღამოს მოვავკითხავ და იცი რა, დიდი კი არ მინდა, 5 კილოიანი მეყოფა. მოდი ხა მე ვკითხავ ჯერ და მე რა, როგორ, რამდენ კილოიანი შენ თვითონ გაესაუბრე. ძალიან დიდი მადლობა. კარგი წავედი შენ დამაწყდა ხელი. კარგი დროებით. დროებით. ჩანდაბარა. აუ რა კარგია რომ მოხვედი. რას ხია კარგია რომ მოვედი. შენ რა ეჭუგეპარებოდა? ისე აი ეს ჩაში შეხვედრა რა არის? ჩემთან რატო არ მოდიხარ? აუ მართლა ბევრი საქმე მაქვს რა. ეხ შეკვეთაზე არის. ეხლაც მივდიოდი მასალების სანახავად და ვიფიქრე სახლთან გაველი თვალს მოვკრავ თქო რა. მე რო თვალის მოკრა არ მაკმაყოფილებს. მინდა რომ შონს გვერდით ვიყო, დელაპარაკო, ჩაგეხუტო. ბეჭარო. ხო, მაგრამ მთელი ცხოვრება წინ არის. და რეზი მოდის ხოლმე ჩემთან. რამდენჯერმე იყო მოსული ოფისში. კი, ვიცი, ჭკუაზე არ არის უფროსი ძმა რო გამოუჩდა. აუ ძალიან საყვარელი. ხო, ძალიან ბავშვობიდან ასეთი იყო. ყურადღებიანი, ტკბილი, თბილი. მეცადინეობაზეც არ დამჭიროებია ხვეწნა. სუწიგნები დარბოდა აქეთ-იქით. აი სკოლაში. სკოლის გარეთ, სადაც კი კონკურსები ტარდებოდა, ყველაფერში პირველი იყო. შენ წარმოიდგინე? გარდატეხის პერიოდი ისე გაიარა ვერ გავიგე. კარგია რომ ამ დროს მე არ მიცნობდი. მე და შენთან ერთად ყოფილიყავ მაშინ. ეგრეც ნუიტყვი. კარგი. ჩემ თავს პირობა მევეცი რომ წარსულზე აღარ ვიფიქრებ. თავარი არის რომ შენ მყავხარ გვერდით. და ვის ყავს ყველაზე ლამაზი ბებია? ბება ატყობ რომ დღეს ვიღაც ძალიან კარგ ხასიათზეა, გულ კარგზე გადასარევზე. მოდი რა დავაზინებ ახლა მე ამას და მოდი ეძინება შუ. მოდი დედა მოდი. შუ. რა ცოტა შეეცებიო? ეძინებოდა. მომიყვები? ერთ წუთი ამოვისუნთქო და მოგიყვები ყველაფერს, ძალიან დავიღალი. კეთი შეხარ გენიოსი. მართლა შენ ვარ ვიყავი და ის არაჩვეულებრივი დეტექტივი მგონი არაფერი გამოვიდა. არა, ეგრევე ხვდები ადამიანები რისი გამკეთებლები არიან. აი ეს ბიჭი თავიდანვე მომეწონა. და რაღა ბიჭი ამ ხელა მუტრუკი კაცი იყო. მისმენე. მოკლედ კონსტანტინე დღეს ყოფილა ბანკში. მიბრძანებულა და უთქვამს, რომ მე ანასადმი არანაირი პრეტენზია არ მაქვს საერთოდ. არ ვიცი, რაღაც მგონი ცუდი პერიოდი მაქვს და რაღაც დამემართავა და წარმოიდგინე, ეგეც სისულელები ლაპარაკა. მე მაინც ვთვლი რომ ეგეთი ადამიანების ადგილი ციხეშია, მაგრამ რა სიზა. მაგას მეც ვთვლი, მაგრამ არანაირი კიცებულება არ მაქვს საერთოდ, თორე დიდი სიამოვნებით ამოვალპობდი ციხეში, მაგრამ რა კაც მოგე. ანა, ყველაფერი მორჩა. დედა კი. და ჩემი უფროსი იყო შემოსული და მითხრა რომ შეგიძლია ხვალიდანვე გამოხვიდე სამსახურში, ანუ ამიყვანა ისე. კეთიც იყო სხვათა შორის. რომელი კეთი, კობას კეთი? დედა. კაი რა იგრე მოიძახნა რაღაცა იქით. კაი, უბრალოდ ისე ვთქვი. კეთის რაღა უნდოდა? ის რა ალბათ ძალიან უმატური ვიქნები, რო არ თქვა რამდენად დამეხმარა კეთი ყველაფერში საერთოდ. რამდენი ირბინა ადვოკატებთან, ბანკში, რაც შეეძლო პრინციპში ყველაფერი გააკეთა საერთოდ. მიუხედავად იმისა, რომ მეჩხუბე და არ ელაპარაკებოდი, მაინც ხო? ხო, მიუხედავად მაგისა. და შენ მაინც თვლი რომ კეთი მოღალატე და ცუდი ადამიანია. იცი აღარ ვიცი რა ვთვლი მართალი რომ გითხრა. მაგრამ აი რა მაგრამ ანა? არ ვიცი, არიან მეატრება ხოლმე ძალიან მაკლია.
შეიძლება შემოვიდეთ და ჩემი ნანახვას არ გინდა. მოდი. დაჯექი, რა იყო ზვიადამ რა გითხრა ასეთი შეშინებული რო? შეშინებული არა. უფრო შერცხვენილი ვარ. 35 წლის ვარ და ჭუა მაინც ვერ ვისწავლე. როგორც ბებია ჩემი ამბობდა, მაინც ვერ დავყვინდი. კაი, ეგრეც არ არის რა. პირიქით, ნახევარიც არ არის. სულ ასეთი უსაქმური კი არ ვიყავი. 10 წელს რო ვიყავი, მაშინ მამა გარდამეცვალა და მე და დედა მარტო დავრჩით. შავ მუშათავს მუშაობდი. მაგრამ ამაზე არ ვფიქრობდი. თავარია საჭმელის ფული მეშოვნა, რომ დედა ჩემი ჩაიში არ ყოფილიყო წასასვლელი. კარგი შვილი ყოფილხარ. კარგი რო ყოფილიყავი, უფრო ადრე მივხვდებოდი თუ რა უჭირდა დედას. მაგრამ მაგას მაშინ მივხვდი, როდესაც სასწრაფო გამომიძახი. გამოტყობდა? თურმე. მაგრამ მე არ მიმხელდა. ერთ თვეში დავრჩი, უდედოთ, უფულოთ და ბევრი ვალდე. არც კი ვიცი რა გითხრა. ამას ახლა თავის შესაძლებლად არ გეუბნები. თუ გინდა არ შემეწოდები. ალბათ ფიქრობ, ამ თბილისში რა დამჩენია, ხო? აი ეს დისტრიბუციის ამბავი ვიცი კი. მე რაც მოხდა, კი იცი. ნოვედი შინაურულად მიმიღეთ და კაი, რაც იყო ეხლა რა. მაგრამ მაინც რა დამემართა, რა ეშმაგი შემიჭდა. თქვენთან როგორ შევირიცხვენე მაინც და მაინც და. რა ხანამდენი პატივი მეცი. ერთი თხოვნა უნდა შემისრულო. მედი აბა გისმენ. ძალიან მერიდება, მაგრამ ბოლო შანსი უნდა მომცე. არა, იმიტომ კი არა, რომ ფული მჭირდება. იმიტომ რომ თქვენთან არ ვიყო შერცხვენილი. ზვიადას თვალს ვერ უსწორებ. არსენი. ბოლო შანსი მოგცემ ძმა. და ორ კვირას. აი ნახო, ჩემზე კარგი თანამშრომელი არ გეყოლება. ნახოთ. რა გიწევთ? მადლობა. Every hour